რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით, ნახეთ ერთი რამ, რომ ეს უკვე მეორე დარტყმა არის ოპოზიციაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილზე. სააკაშვილის ყალბი, ასე ვთქვათ, პროპაგანდის ჩაფუშვის და ჩაშლის შემდეგ, მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაშკარავა, რომ წელიწადნახევარი იყო დეზინფორმაციული პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხდებოდა ცუდი მოთხრობა, ასევე გუშინ საბოლოო წერტილი დაესვა უკვე 1 წელზე მეტი მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან, რომ თითქოს ხდებოდა საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის სწავლა. გუშინ ყველაზე, ასე ვთქვათ, ამ საკითხში ყველაზე გარკვეული ადამიანები ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები და მათ როგორც საჯაროდ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე არც ერთი ფაქტი არ მომხდარა სანქციების გვერდისავლისთვის გამოყენებული იყო საქართველოს ტერიტორია, ისე რა თქმა უნდა დახურულ კარს მიღებაცაც იყო ამაზე საუბარი და ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად მტრობენ საკუთარ ქვეყანას რადიკალური ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, გავიხსენოთ ახლა ყველა ეს განცხადება, რომელიც იყო და სამწუხაროდ ამან დაადასტურა კიდევ ერთხელ თუ რამდენად დეზინფორმაციული შინაარსის იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, ორ რეზოლუციაში იყო საუბარი მინიშნებები და პირდაპირ საუბარი, რომ თითქოს საქართველოში ხდებოდა სანქციების გვერდის სწავლა და აჩვენა ერთი რამე, რომ სამწუხაროდ ამ ხალა მასშტაბის დეზინფორმაციული პროპაგანდა იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომ ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც უბრალოდ პირდაპირ ეწოდა ტყუილი. და ეს დადასტურდა გუშინ. და კიდევ ერთხელ, ერთი ვთქვით სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა, რომ თითქოს აქ ხდება სანქციების გვერდის სწავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ. ეხლა ეს საკითხიც დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ. ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე ბოდიშს ვითხოვთ, ასევე მოველით ბოდიშს, რომ სანქციების გვერდის სწავლასთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაცია. გუშინდის შემდეგ ბევრს მედიაში, ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორში, მათ შორის უცხოელ პოლიტიკოსს ზოგიერთს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე, იმის გამო რომ აბრალებდნენ ამ ხალხს, ამ ქვეყანას, აბრალებდნენ რომ თითქოს ხდებოდა რაღაც გარიგებები ზურგს უკან რუსეთთან და გუშინ მათვე წარმომადგენლებმა დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ ასეთი არაფერი ფაქტი არ არსებობს და მადლობა გადაუხადეს ნახეთ ჩვენ ხელისუფლებას. ასე რომ ბოდიშებს ველით და სად არის და იგვიანებს ეს ბოდიშები სამწუხაროდ.